გადავშალოთ ბიბლია. წმინდა მარკოზის სახარება თავი პირველი. კითხულობთ მე-16 მუხლიდან მე-20 მუხლის ჩათვლით. როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურეები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურეებად გაგხდით. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ. მყისვე მოიხმო ისინი და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენინების გაცხადება. მორჩილად გევედრებით შენი სული წმინდის მადლით, მოგვანიჭერათ და ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას შენს სიტყვაში. გაგვაგონე შენი ხმა. მოგვანიჭერათ ვერწმუნოთ მთელი გულით შენს ძეს იესო ქრისტეს და ამ რწმენი დაგვიმკვიდრე საუკუნო სიცოცხლე. მოგვეცი გაბედულება, რათა ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვეჯიბრებოდეთ ცოდნაში. ვინ რამდენი იცის. არამედ უნდა ვესწრაფოდეთ სხვა რამისკენ. ან თუ შეიძლება ასე ითქვას, ვეჯიბრებოდეთ სხვა რამეში. რაში? ახლავე მოგახსენებთ. დაახლოებით 600 წლის წინ, მე-15 საუკუნის 20-იან წლებში დაიწერა შესანიშნავი თხზულება. თუ ერთ-ერთ ენციკლოპედიას დაუჯერებთ, ეს წიგნი გახდა ბიბლიის შემდეგ ყველაზე უფრო მეტად კითხვადი წიგნი. და ეს არის, რა თქმა უნდა, თხზულება სახელწოდებით მიბაძვა ქრისტესი. მისი ლათინური სახელწოდება არის De Imitatione Christi, ავტორი თომა კემპელი. შეიძლება შემეკითხოთ, თავად თუ გაქვს ეს წიგნი წაკითხული? დიახ. არა ფრაგმენტულად, არამედ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე და არა მარტო წაკითხული. დღემდე ეს თხზულება რჩება ჩემს ერთგულ მეგზურად, მაგრამ ერთმა ფრაზამ განსაკუთრებით მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ერთმა წიანდადებამ სამსჭვალივით ჩემს ცნობიერებაში, ჩემს ემოციებში დარჩა. აი რას აბომს თომა კემპელი თხზულებაში მიბაძვა ქრისტესი. რას გარგებ შენ უკეთ უბრძნულად ბჭობდე სამებაზეთ, ხოლო არ კონდეს სიმდაბლე, ანუ თავმდაბლობა, მორჩილება, ურომლისოდაც ვერ სათნო ეყოფვი სამებასა. თარგმანი 1890 წელს გამოცემული წიგნიდან არის, მღებრიშვილის მიერ შესრულებული, ამიტომ ისმის ცოტა ძველებურად, მაგრამ მე მგონი შინაარსი გასაგებია. რას გარგებს შენ, გვეუბნება კემპელი, თუ ბრძნულად ბჭობდე სამებაზეო, ანუ ლაპარაკობდე, იცოდე, ფიქრობდე, იცოდე ყველა დოგმატი ქრისტიანული სარწმუნოების,
კონდეს ცნობა, კონდეს გაგება, იცოდე რომელ წიგნში, რომელ თავში, რომელ მუხლში რა წერია და ასე შემდეგ. უკვე თუ ამას აკეთებ, ხოლო არ გაქვს, არ გაგაჩნია თავმდაბლობა, მორჩილება, გამგონობა, რომლის გარეშეც ვერ ესათნოვებიო, ვერ სათნო ეყოფვიო სამებასო. ჩვენ მიერ წაკითხული ამბავი სწორედ არის გამოხატულება არა ცოდნისა, არამედ გამგონობისა. 4 პიროვნება: წმინდა პეტრე, წმინდა ანდრია, წმინდა იაკობი და წმინდა იოანე უსმენენ ქრისტეს ხმობას და მიჰყვებიან მას. მათ არ აქვთ ცოდნა, მაგრამ მათ აქვთ გამგონობა. ეს 4 ადამიანი, ჩვეულებრივი, უბრალო 4 ადამიანი გადაიქცა ქრისტეს მოციქულებად. ისინი იყვნენ მებადურეები. ყოველ შემთხვევისათვის მათ არ ქონდათ ის ცოდნა, რა ცოდნასაც ისინი შემდეგ მიიღებენ ღვთისაგან. როგორ გენიათ, იმ დროს მათ ბევრი რამ იცოდნენ წმინდა სამების დოგმატზე. ან იმ დოგმატებზე ქრისტიანულ სარწმუნოებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ამდენი საუკუნის შემდეგ ვფლობთ. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა, მაგრამ მათ გააჩნდათ სულ სხვა თვისება, მათ გამოიჩინეს სულ სხვა რამ, დამძახებლის, მომწოდებლის, მხმობელის მიმართ, იესო ქრისტეს მიმართ. და ეს იყო არა ცოდნა, არამედ გამგონობა. აი რაში უნდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შევეჯიბროთ ერთმანეთს, ან რისკენ უნდა ვესწრაფვოთ. წერილი ეშმაკმაც იცის, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს. თუ სატანამაც იცის, საიდან ვიცით ამის შესახებ? ის მშვენივრად ციტირებს, მან ზეპირად იცის, იცით, ეშმაკ ჩვენზე კარგი მეხსიერება აქვს. ის არის უსხეულო არსება, ბოროტი ინტელექტუალური არსება, მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება. მან ზეპირად იცის, რომელ თავში, რომელ მუხში რა წერია. როდესაც ქრისტეს ცდიდა უდაბნოში, მოახდინა პირდაპირ ციტირება საღვთო წერილიდან. მაგრამ გეკითხებით, აქვს თუ არა სატანას გამგონობა ან მორჩილება? არა. იმიტომაც არის ის ღვთის მტერი. მას არ გააჩნია ეს თვისება. მან იცის, მას აქვს ცოდნა. ზეპირადად იცის. გარკვეული მუხლები ან მთლიანად საღვთო წერილი, არა კანონიკურიც და კანონიკურიც, აპოკრიფულიც, ყველანაირიც. მის თვალწინ იწერებოდა ყველაფერი. მაგრამ მას არ გააჩნია მთავარი რამ, ის რაც ახსენა კემპელმა. მას არ გააჩნია თავმდაბლობა. ის არის ამპარტავანი და ამაყი. შეხედეთ ამ 4 ადამიანს. უბრალო ადამიანები, რომლებიც ისმენენ ქრისტეს ხმას. უგონებენ ამ ხმას და მიჰყვებიან ქრისტეს. პირველ რიგში მინდა მოკლედ გაუსვა ხაზი კომპოზიციას, ანუ ლიტერატურულ კონტექსტს, ანუ იმას, თუ რატომ არის ეს სიტყვები იქ, სადაც არის. რის შემდეგ არის ეს სიტყვები, ეს ამბავი მოთხრობილი, რომ უფრო მეტად ჩავწვდეთ ამ ამბავის ჭეშმარიტებას, სინამდვილეს, საზრის მნიშვნელობას. ვიდრე წმინდა მახარებელი მარკოზი მოგვითხრობდა და გვეტყოდა, რომ ქრისტემ მოიხმო 4 ადამიანი, რომლებიც გაჰყვნენ მას. შეგვატყობინა ქრისტეს ქადაგების შინაარსი.
წინა მუხში წერია, რომ ქრისტე ამბობდა აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. და სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ 4 მებადურის მოქცევას. რა კავშირი აქვს? აი სწორედ მოკლედ უნდა შევეცადოთ, გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას. რატომ არის ეს ამბავი კომპოზიციურად სახარებაში იქ სადაც არის? იმ სიტყვების შემდეგ, როდესაც ქრისტე ამბობს მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ახალი აღთქმის ცნობილი პროფესორი რობერტ განდრი თავის წიგნში სახელწოდებით ახალი აღთქმის მიმოხილვა ამბობს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს. და ეს ნიშნავს შემდეგს: ცათა სასუფეველის მოახლოება გამოვლინდა იმ ზემოქმედებაში, რომელიც მოახდინა იესო ქრისტეს ხმობამ ამ ადამიანებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცათა სასუფეველის მოახლოებას მოჰყვა ამ 4 ადამიანის მოქცევა ქრისტეს მიმართ და მათი გადაქცევა მოციქულებად. ეს ტყუილ უბრალოდ არ არის. ეს არ არის უბრალოდ უფორმო ყოველგვარი ორგანიზაციის, კომპოზიციის გარეშე ინფორმაციის გადაცემა. არა, სახარება არის ძალიან ორგანიზებული, თანმიმდევრული, მოწყობილი გადმოცემა ისტორიისა ქრისტეს შესახებ. მინდა რომ გავითვალისწინოთ ეს მომენტი და დავიჭიროთ ეს აზრი. ცათა სასუფეველის მოახლოება ნიშნავს ადამიანების მოქცევას ქრისტეს მიმართ. ცათა სასუფეველის მოახლოება ნიშნავს ქრისტეს სიტყვების ზემოქმედებას ადამიანების გულებზე. ის რომ ცათა სასუფეველი მოახლოვდა, ამბობს ახალი აღთქმის პროფესორი, გამოჩნდა ქრისტეს სიტყვების ძალაში, ზეგავლენაში ამ ადამიანების ცხოვრებაში. ცათა სასუფეველი რომ არ მოახლოვებულიყო, ეს არ მოხდებოდა. ქრისტეს სახით ცათა სასუფეველი მოახლოვდა და მოუახლოვდა ამ 4 ადამიანს და მათ ვერ შეძლეს უარი ეთქვათ ამ ხმობისთვის. არა იმიტომ რომ არ უნდოდათ. უნდოდათ საკუთარი ნებით. მაგრამ იმდენად დიდი იყო და იმდენად შთამბეჭდავი, იმდენად ძლიერი ქრისტეს სიტყვები, რომ მათ ვერ შეძლეს უარი ეთქვათ ამ მოწოდებისთვის. მათ არ ქონდა დიდი ცოდნა, მაგრამ გამოიჩინეს არნახული გამგონობა. და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ცათა სასუფეველი მოახლოვდა. ამიტომაც წმინდა მარკოზი ჯერ გვატყობინებს ცათა სასუფეველის მოახლოების უწყებას, ხოლო შემდეგ ამ მოახლოების შედეგს 4 ჩვეულებრივი უბრალო ადამიანის, მებადურის სასწაულებრივ, მომენტალურ მოქცევას, მოტრიალებას ქრისტეს მიმართ. 3 რამ შეიძლება დავინახოთ და აღმოვაჩინოთ მებადურეების მოქცევაში. 3 რამ. პირველი ტკივილი, მეორე გაურკვევლობა და მესამე რწმენა. 3 რამ. ტკივილი, გაურკვევლობა და რწმენა. პირველს ალბათ უფრო მეტ წუთებს დაუთმობთ. თქვენ შეიძლება იკითხოთ, სად ჩანს აქ ტკივილი? მიტოვებაში. ორივე მოქცევის აღწერაში წმინდა მარკოზი გვეუბნება, რომ მათ მიატოვეს. თითქოს განგებ გვიმეორებს ამ სიტყვას და აღწერს თუ როგორ მოხდა მათი ქრისტეს მიმართ მოქცევა. პირველ შემთხვევაში, პირველი 2 ძმის შემთხვევაში, ანუ სიმონისა და ანდრიას შემთხვევაში, ისინი ისროდნენ ბადეს, იესო მოთხრა მომყევით მე და წერია მათ მიატოვეს
მეორე შემთხვევაში მეორე წყვილი ძმების იაკობი და იოანე ისინი ამზადებდნენ ბადეებს, ქრისტემ ყისვე მოისხმო ისინი და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ნავში მყოფ მუშებთან და გაჰყვნენ მას. მიატოვეს. მიტოვებას აქვს თავისი ტკივილი. შეუძლებელია მიტოვებას არ ქონდეს ტკივილი. არ აქვს მნიშვნელობა რა სტოვებს ადამიანი. იქნება ეს სულიერი თუ უსულო. პირველ შემთხვევაში მათ მიატოვეს ბადეები, თავიანთი საქმე. მეორე შემთხვევაში მათ მიატოვეს სულიერი, ოჯახის წევრი, მამა. როგორ შეიძლება ჩვენ გავიგოთ ეს? რა თქმა უნდა, ასეთი შეხედვა ამ 4 ადამიანის მოქცევისა განსხვავდება ზედაპირული. არასერიოზული ქრისტიანობისაგან, რომელიც არ მოითხოვს არანაირი საზღაური საფასურის გადახდას, რომელიც ღაღადებს და ამბობს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, ან კარგად იქნება. არ არის საჭირო არაფრის მიტოვება, არ არის საჭირო არანაირი საფასურის გადახდა და ასე შემდეგ. მოდი ქრისტესთან და ყველაფერი დაალაგდება. ყველაფერი გამოსწორდება. მაგრამ მიდევნება, ცვლილება, მიდევნება ქრისტესი, მიტოვება ქრისტესი, ან მიბაძვა ქრისტესი, როგორც კემპელი ამბობს. ყოველთვის მოიცავს მიტოვებას. სულ სხვა რომ არ იყოს არაფერი, ცოდვის მიტოვებას ხომ მაინც მოიცავს. ამაში ხომ თახმდებით მაინც. ანუ რაღაცის მიტოვებას მოიცავს. შეუძლებელია გახვე ქრისტეს და არაფერი არ მიატოვო. ცოდვა ხომ მაინც უნდა მიატოვო. შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს სიტყვა ძალიან სპეციფიკურია, ეს სიტყვა არის ექსკლუზიური და ეს სიტყვა მხოლოდ მოციქულებისთვის არის. მაგრამ მარკოზი გვეუბნება, რომ ეს ასე არ არის თლად. მოგვიანებით მერვე თავში ის აღგვიწერს ქრისტეს, რომელიც მიმართავს ყველას, თელერს, მოწაფეებთან ერთად ეუბნება, ვისაც სურს რომ მე გამომყვეს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მოციქულებზე, ყველაზე, ვისაც სურს რომ მე გამომყვეს, უარყოს საკუთარი თავი და აიღოს ჯვარი. ისევ მიტოვება, ამ შემთხვევაში საკუთარი თავისა. ეს არ არის ექსკლუზივი მოციქულებისთვის, ეს არის სიტყვა საერთო. ისევე როგორც კემპელის წიგნი, რომელიც თავდაპირველად იყო მონასტრისთვის განკუთვნილი, გადაიქცა ზოგად ქრისტიანულად. ყველა ქრისტიანისთვის. საყვარელ და ახლო წიგნად. თუმცა ის ვერ მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრებისთვის იყო ჩაფიქრებული და თავდაპირველად დაწერილი, მაგრამ გადაიქცა ყველა ქრისტიანისთვის. არ გვეგონო ჩვენ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ამ მოციქულებს ეკუთვნის. თუ სახარებისეული ცვლილება დადგა ჩვენს ცხოვრებაში, აუცილებლად მას თან ზდევს ეს ნიშანთვისება, ეს ნიშანი, ეს ბეჭედი, მიტოვების ბეჭედი. პირველ შემთხვევაში მათ მიატოვეს სამსახური. მეორე შემთხვევაში მათ მიატოვეს მამა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გვასწავლის კი ქრისტე იმას, რომ ჩვენ ქრისტიანობის გამო, სარწმუნოების გამო არ ვიმუშაოთ, ან და გავებუტოთ, აღარ ველაპარაკოთ ოჯახის წევრებს, მივატოვოთ ისინი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არა. ქრისტე ამხელს იმდროინდელ პრაქტიკას, რომელსაც უწოდებდნენ კორბანს, გაგახსენდათ? რელიგიურმა ლიდერებმა მოიგონეს დოქტრინა კორბანის შესახებ. ათავისუფლებდნენ ადამიანებს მშობლების პატივისცემისაგან, პასუხისგებლობისაგან, თუ ისინი იმას, რაც მშობლებს ეკუთვნოდა, მოიტანდნენ ტაძარში შესაწირავის სახით. ქრისტე მკაცრად ამხელს ამ პრაქტიკას და ამ სწავლებას და ეუბნება მათ, როგორ გაბედეთ თქვენ და არ გვიეთ ღვთის მცნება. შეცვალეთ ის,
თქვენი ადამიანური დადგენილებითო. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ქრისტეს აყავს მამისა და დედის პატივისცემა იმ ხარისხში, რომ ყოვლად დაუშვებელია ამ ცნების დარღვევა, ნებისმიერი გამოგონების, ნებისმიერი ღმერთის არაკანონიერი გამოყენების საშუალებითაც. მეტიც პავლე მოციქული ამბობს, ვინც საკუთარ ოჯახზე არ ზრუნავს, ის ურწმუნოზე უარესია. მაგრამ რაზეა აქ ლაპარაკი? აქ არის ლაპარაკი ალბათ ყოველ შემთხვევისათვის ასე გაიაზრება ეს ქრისტიანულ ტრადიციაში პრიორიტეტების დაწყობაზე. აქ არის ლაპარაკი ღირებულებებზე. აქ არის ლაპარაკი ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით რო ვთქვათ, მეტნაკლებობაზე. როგორც ის განმარტავს თავის მონუმენტურ ნაშრომში De Civitate Dei ღვთისქალაქის შესახებ, რომ სათნოება ეს არის მოწესრიგებული სიყვარული. და თავად ამბობს, რომ ეს არის ყველაზე მარტივი და ყველაზე ჭეშმარიტი განმარტება სათნოებისა, სიკეთისა, კეთილი საქმისა, მოწესრიგებული სიყვარული. რას ნიშნავს მოწესრიგებული სიყვარული? არსებობს სიყვარულის იერარქია. ვინ პირველი, ვინ მეორე, ვინ მესამე და ასე შემდეგ. ერთხელ ქრისტეს შეეკითხეს, რა არის ყველაზე დიდი მცნება? მან უთხრა, პირველი ეს არის შეიყვარე უფალი ღმერთი შენი. პირველი, მთელი გულით. ხოლო მეორე, ხედავთ, არის პირველი, არის მეორე. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ქრისტე არ გვასწავლის უპატივცემულობას მშობლების მიმართ. ქრისტე არ გვასწავლის, რომ არაფერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ წერია, ვისაც არ სურს მუშაობა, ნუ სჭამს კიდეც. სახარება გვასწავლის შრომის მოყვარეობას, სამსახურის ძებნას, მუშაობას და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს ღირებულებათა ჩამონათვალი, არსებობს პრიორიტეტები. შეეძლოთ მათ ეთქვათ, რა გავაკეთოთ, სამსახური არ გვინდა, მიატოვეს პრაქტიკულად სამსახური. პირველ შემთხვევაში, აქ ასე წერია, მიატოვეს ბადე, რომელსაც ისროდნენ და გაყვნენ ქრისტეს. მეორე შემთხვევაში, მიატოვეს მამა. ნებისმიერი მიტოვება იწვევს გარკვეულ ტკივილს. პირველ შემთხვევაში ეს იყო მათ სამსახურთან დამშვიდობება. მეორე შემთხვევაში უფრო მძაფრია მიტოვება, მამის მიტოვება. რატომ არის ასეთი დიდი მოთხოვნა ქრისტიანობაში? რატომ არის არ შეიძლება ისიც და ისიც ერთ სიბრტყეზე, ერთ დონეზე? არ შეიძლება ტოლობის დასმა მამაც და ქრისტეც, მეუღლეც და ქრისტეც, სამსახური ტოლია ქრისტეს, შვილები ტოლია ქრისტეს. არ შეიძლება ტოლობის ნიშანი, რა საჭირო ეს მეტნაკლებობა? მაგრამ მეტნაკლებობა საღვთო წერილში. რატომ? შეხედეთ პირველ კლასიკურ მოწოდებას, რომელია პირველი მოწოდება საღვთო წერილში აღწერილი ჩვენთვის, პირველი მოწოდება, პირველი ხმობა, პირველი ცვლილება, რაც ადამიანის ცხოვრებაში დადგა, მას შემდეგ რაც ადამიანს მოესმა, ჩაესმა ღმერთის ხმა, რომელია პირველი? რა თქმა უნდა, ჩვენი მამის აბრაამის შესაქმე მე-12 თავი და უთხრა ღმერთმა აბრაამს, მიატოვე, ხედავთ, ისევ ტკივილი. ისევ მიტოვება, არ არსებობს მეგობრებო ხმობა ტკივილის გარეშე. არ არსებობს მოწოდება. მე მესმის თანამედროვე ზედაპირული ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გვპირდება. იავარდებით ფენს ჩვენს ქრისტიანულ გზას, მაგრამ სახარებისეული ქრისტიანობა სულ სხვა რამეს ქადაგებს. არ არსებობს ხმობა და ცვლილება ქრისტეს სასარგებლოდ მიტოვების ტკივილის გარეშე. წარმოუდგენელია. თქვენ უბრალოდ ალბათ არ გაგიანალიზებინათ ის მიტოვებები, რომლებიც განიცადეთ ცხოვრებაში. არადა მათ უთუოდ ეკნებოდა ადგილი. ვინ მიატოვა ან რა მიატოვა ქრისტეს სასარგებლოდ, მაგრამ არა ისე, როგორც თქვით დასაწყისში. მიტოვება არ ნიშნავს გაბრაზებას, ურთიერთობის შეწყვეტას, არარად ჩაგდებას და ასე შემდეგ. რა უთხრა ღმერთმა აბრაამს? მიატოვე მამა შენი სახლი, მიატოვე შენი ქვეყანა
და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შენ გაჩვენებ. იყო თუ არა ეს მისთვის ტკივილი, რა თქმა უნდა. იმ დროისათვის ქალაქი, სადაც ის ცხოვრობდა, ქვეყანა, ქალდეველთა ქვეყანა იყო ცივილიზაცია, ტექნოლოგია, კულტურა, განვითარება და ეს ყველაფერი მას უნდა მიეტოვებინა, იმიტომ რომ გაიგონა ხმა ღვთისგან. ძალიან წააგავს ქორწინება მიტოვების ტკივილს. სხვათა შორის მიტოვების შესახებ პირველად საღვთო წერილში ქორწინებასთან დაკავშირებით არის ნათქვამი. როდესაც მოსე გვეუბნება დაბადების წიგნში, ქმნის რა ევას, მიატოვებს კაცი მამას და დედას. ხედავთ, პირველი მიტოვება ქორწინებას უკავშირდება. იმიტომ რომ ქორწინება ეს არის მიტოვება და შეერთება ერთდროულად. მაგრამ მიტოვებას ტკივილი გააჩნია. რატომ არის რომ ქორწინების დროს უხარიათ კიდევაც და ტირიან კიდევაც? ეს ხო ფაქტია. მშობლები ტირიან, იმიტომ რომ უკვე უყურებენ შვილებს და ამბობენ, გაიზარდა ჩემი შვილი. აღარ ვიქნებით უკვე ისე როგორც ადრე ვიყავით, ერთ ოჯახში, ერთ სახლში. აღარ ვიფუსფუსებთ. აღარ ვივლით ერთად, უკვე სხვა არის, გაიზარდა. მორჩა. ბავშვობა მოკვდა. ერთდროულად არის იქ ტკივილიც და სიხარულიც. პირველი მოხსენიება მიტოვებისა სწორედ ქორწინებას უკავშირდება. რატომ არის ასეთი მოთხოვნა? რატომ არის მიტოვების ასეთი მკაცრი მოთხოვნა? ან პირობა ქრისტიანობაში? ამას აქვს თავისი მიზეზი. რატომ ცდილობს ქრისტიანობა მოშალოს ეს ტოლობის ნიშანი და ქრისტე დაამყაროს და ქრისტე დაადგინოს უზენაეს ადგილას, უპირველეს ადგილას? იმიტომ რომ ქრისტემ ყველაფერი და ყველა მიატოვა და განიცადა მიტოვება იმისათვის, რომ ჩვენ დაუბრუნებულიყავით ღმერთთან. იესომ განიცადა არნახული მიტოვება თავის ცხოვრებაში. ჯერ ერთი დავიწყოთ იმას, რომ მან მიატოვა ზეცა და გახდა ადამიანი. ცნობილი შვეიცარელი ისტორიკოსი ფილიპ შაფი, რომელიც ცნობილია თავისი 8 ტომეულით ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის შესახებ, არის ავტორი აგრეთვე ერთი წიგნისა, რომლის სახელწოდება არის შემდეგი: იესო ქრისტე როგორც ისტორიის უდიდესი სასწაული. PDF-ის ფორმატში სულ 300 გვერდიანი წიგნია. მაგრამ შეხედეთ, სახელწოდება იესო ქრისტე ისტორიის დიდი სასწაული. ფილიპ შაფი, შვეიცარელი ისტორიკოსი. აი რას ამბობს ის ამ წიგნში. როდესაც ღმერთი გამოეცხადა მოსეს, ამბობს ისტორიკოსი, ალმოდებულ მაყლოვანში. უბრძანა მას ფეხზე გაეხადა, იმიტომ რომ ის მიწა, რომელზეც ის იდგა, იყო წმინდა. ის ამბობს, რაოდენ უფრო დიდი მოგრძალებით და წმინდა თრთოლვით, კანკალით უნდა შეუდგეთ ჩვენ ღვთის ხორცში გამოჩენის განხილვას, იმ სინამდვილისა, რომელთა რასთანაც შედარებით მოსეს გამოცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილი და წინასახი. ქრისტე მიატოვა ზეცა. გვესმის თუ არა ჩვენ ეს? მან განიცადა ეს მიტოვება, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამ მიწაზე ყოფნისას მან განიცადა მიტოვება ყველასგან, ყველაფრისგან. ოახლოესმა მეგობარმა უღალატა, მან განიცადა მიტოვება მოწაფეებისგან. მან განიცადა მიტოვება ოჯახის წევრებისგან. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, როგორც ქალკიდონის აღსარებლობა გვასწავლის, მაგრამ ხორცში ყოფნისას მან განიცადა ყველა ეს მიტოვება.
და ბოლოს ევერესტი მწვერვალი მიტოვებისა მან განიცადა მიტოვება ჯვარზე. თქვენი ტყვით სად ჩანს ეს? თავად ქრისტე ახსენებს ამ სიტყვას. ელოი ელოი ლამა საბაქთანი. ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? ეს იყო მწვერვალი მიტოვების. ეს იყო ის მიტოვება, რომელიც მას არასოდეს არ განეცადა. ეს არ იყო მოჩვენებითი მიტოვება, ეს არ იყო მიტოვება, ფორმალური მიტოვება, ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები, ეს იყო კნესის, ტკივილის სიტყვები. მამამ უსაყვარლესმა მამამ, რომელმაც თქვა, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც ჩემი სათნოება, მიატოვა თავისი უსაყვარლესი ძე. და ძემ განიცადა ეს მიტოვება ჯვარზე. როდესაც მას აღმოხდა ეს სიტყვები. და რატომ განიცადა ეს მიტოვება? იმიტომ რომ ჩვენ შეგვიერთდა. ისევ ქორწინების ხატება, ანუ სახება. ჩვენ ვთქვით, რომ ქორწინება ეს არის მიტოვება და შეერთება. იცით თუ არა თქვენ, რომ ახალი ათქმის თანახმად ქრისტე ეს არის ჩვენი სიძე, ჩვენი ქმარი, ხოლო ეკლესია კრეფსითად გაერთიანებულად ეს არის ქრისტეს პატარძალი. არა მარტო მონაზვნები იწოდებიან ქრისტეს პატარძლებად საღვთო წერილის თანახმად, არამედ თლიანად ეკლესია. ეკლესია ეს არის ქრისტეს პატარძალი. და რას ამბობს ქორწინების სიტყვა? მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას. ქრისტე მიატოვა. ქრისტე მიტოვებულ იქნა მამისაგან. ქრისტე მიტოვებულ იქნა ადამიანებისგან ჯვარზე. რატომ? იმისათვის, რომ შეერთებოდა თავის ეკლესიას. იმისათვის, რომ ეპოვნა თავისი ეკლესია. იმისათვის, რომ მას მოეძებნა დაკარგული ცხვარი თითოეული ჩვენგანი და ჩვენგან გაეხადა ეკლესია. მან განიცადა მიტოვების ტკივილი იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნებულიყავით ჩვენ სამშობლოში, ღმერთთან, მოზიარეობაში. მეორე და მესამე მახასიათებელი. მეორეს და მესამეს ჩვენ ამდენ დროს არ დაუთმოთ. უბრალოდ ვახსენებთ, ხოლო შემდეგ შეუდგებით წმიდა ზიარების აღსრულებას. მეორე ეს არის გაურკვევლობა. თქვენ შეიძლება თქვათ, სად ჩანს აქ გაურკვევლობა? განა ეს გაურკვეველი სიტყვა არ იყო, წამოდით, მიატოვეთ ყველაფერი და მე მებადურეებად გაგხდით. მორჩა მეტი არაფერი. მეტაფორულად ნათქვამის სიტყვები. თქვენ გახდებით მებადურეები. სად არის აქ დეტალიზაცია? რას ნიშნავს მებადურეები? ვისი მებადურეები? ვინ უნდა დავიჭიროთ, როგორც თევზი? სად უნდა დავიჭიროთ? რა არის ამასთან დაკავშირებული? ერთხელ წმინდა პეტრე მოციქულმა უთხრა ქრისტეს, აი ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი. ისევ მიტოვები. და გამოგყევით შენ. აი სწორედ ამ სიტყვების გამო. სიამდვილეში ეს ყველაფერი იყო გაურკვევლობა. ყველანაირი დეტალიზაციის გარეშე. მოწოდებას თან ახლავს ეს. ამას წინ ჩვენას ის შეკითხვა დავსვით. გინდა თუ არა იცოდე შენი მომავალი გაწერილად ყოველი დღე? ოღონდ ისე რომ ვერაფერს ვერ შეცვლი? იცოდე თუ არა როგორ მოკვდები, სად მოკვდები, რას გააკეთებ? უმრავლესობამ თქვა არა, არ მინდაო. უმრავლესობამ აირჩია გაურკვევლობა მირჩევნია. არ მინდა რომ ვიცოდე. რატომ არ გინდათ ხვალ დღეს? ზეგ რა მოხდება? მასზე 10 წლის შემდეგ. სად იქნებით, როგორ იქნებით? მოწოდება მოიცავს გაურკვევლობას. მოწოდება მოიცავს უცნობობას. ისე უბრუნდებით პირველ კლასიკურ მოწოდებას აბრაამისა. რა წერია ებრაელთა წერილის მე-11 თავში? დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას და წავიდა ქვეყანაში. ოღონდ რა წერია? არ იცოდა სად წავიდა. იცოდა სად უნდა მისულიყო, ლოკაცია, გეოგრაფია, მაგრამ მან არ იცოდა დეტალები, სად მიდის, მაგრამ წავიდა. ხშირად ბოროტად ვიყენებდი ამ მუხტ ირმასთან მიმართებაში. ვემასხრებოდი.
უცბად ვეუბნებოდი ირმა წავიდეთ. ჩაიცვი მივდივართ. სად მივდივართ? ვეუბნებოდი, შეხო აბრაამის ასული ხარ. რაში გაინტერესებს სად? თავარია მე გითხარი წავიდე და თავარია ჩემთან იქნები. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სად წახვიდე? არა, მაინც მითხარი რომ ჩავიცვა, რომ ვიცოდე სად მივდივარ, ვეუბნებოდი არა. შეხო ხარ აბრაამის და სარას შვილი, შეხო ხარ მორწმუნე, გააკეთე როგორც აბრაამი იქცეოდა. აბა აბრაამის შვილობა რას ნიშნავს? აბრაამის ქცევა ნიშნავს მოისმინა მოწოდება და მიდის და არ იცი სად მიდის, გაურკვევლობაში მიდის, სიბნელეში მიდის, უცოდინარობაში მიდის. და როდესაც არ ვეუბნებოდი, არ ბრაზდებოდა, მაინც ჩამჭიდებდა ხელს, ან ჩამიჭდებოდა მანქანაში და მაინც მივდიოდით. და ასე მივდიოდით ერთად 28 წელი. ბოროტად ვიყენებდი, იმიტომ რომ არ შეიძლება ღვთის სიტყვის ასეთი გამოყენება. მაგრამ ანიცოდა სიყვარულით ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევისათვის ჯეროდა ჩემი და უკვე მნიშვნელობა არ იყო მისთვის. როდესაც ვეტყოდი მივდიოდი, იცოდა, თუ მე ვეუბნები მივდიოდი, ცუდად გილას არ წავიყვან. აბრაამი იყო უნიკალური ადამიანი. მან არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ წავიდა. ეს არის ხმობა. განა პეტრემ, ანდრიამ, იაკობმა, იაკობისთვის რო ეთქვა, იაკობ წამომყევი და რამოდენიმე წელში თავს მოგჭრია. როგორ ფიქრობთ, რეაქცია რა იქნებოდა? თავი მოჭრეს. მე-12 თავი მოციქულთა საქმეები წაიგითხეთ. იაკობს მოჭრეს თავი. ეხლა წარმოიდგინეთ სცენა, იესო გამოეცხადა მას, თანამედროვე ქრისტიანობა რას ეთყვის? გამომყევი და განიკურნები, მდიდარი გახდები, არ ვიცი, ყველაფერი გექნება აქ ამ მიწაზე, მეფესავით იცხოვრებ. ოღონდ მოდი ეკლესიაში, ოღონდ ირწმუნე და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში იესომ რა უთხრა? იაკობ გამომყევი და მალე თავს წაგაცლია. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მინდა რომ ეს აზრიც დავიჭიროთ. ბიბლიისტებს შორის არის კვლევაძიების საკითხი მიზან დასახულობასთან დაკავშირებით. რა მიზნი დაიწერა საერთოდ მარკოზის სახარება? რა იყო მიზანი? რატომ დაწერა ავტორმა ეს სახარება? რისთვის? და სხვადასხვა მიზან შორის არსებობს ერთი გამორჩეული მიზანი, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სერიოზული ბიბლიისტი თანხმდება. ეს იყო სახარება დევნილებისთვის. მარკოზის სახარება ეს არის რომში მყოფი დევნილი ქრისტიანებისათვის დაწერილი სახარება. ხედავთ, უკვე ისტორიულ კონტექსტს მივადექით, დავიწყეთ ლიტერატურული კონტექსტიდან, გადავიდით ისტორიულ კონტექსტამდე. აი მათთვის ეს სიტყვები იყო განსაკუთრებულად მგრძნობიარე, მიტოვების ტკივილი. იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ქრისტიანი ხდებოდი, შეეძლოთ შენი ქონება წაერთვათ. დაშორება შეეძლოთ ადამიანისა, ოჯახის წევრებთან. მარკოზი ახსენებს, რომ გახსოვდეთ, მოწოდება, ხმობა არის დაკავშირებული ტკივილთან, გამაგრდით, არ შედრკეთ. იესომ თქვენამდე განიცადა მიტოვება, რომ თქვენ გახდეთ ღვთის საყვარელი შვილები. და აგრეთვე უცოდინარობა. მათ არ იცოდნენ, დღეს ხდებოდნენ ქრისტიანები და ხვალ შეიძლება მათ დაეკარგათ სიცოცხლე. ვის როგორ? თქვენ იცით პირველ ქრისტიანებს ხან ხეცებს უგდებდნენ, ხან ჯვარს აცმევდნენ, ხან ერთებოდნენ მათზე, როგორც ნერონი ერთობოდა, როდესაც ქრისტიანებისაგან გაანათა რომის გზა, ჯერ ჯვარს აცვა, შემდეგ ცეცხლი წაუკიდა, რომ ღამე განათებული გზა ყოფილიყო ქრისტიანების სხეულებით. უცოდინარობა, გაურკვევლობა. იაკობ გამომყევი მე და მალე შენ თავს მოგჭრია. ეს იყო მათი გზა. ჩვენ არ ვიცით ზეცამდე მისასვლელ გზაზე რა გველოდება წინ. ეს კარგიც არის, საინტერესოც არის. მაგრამ ვიცით ჩვენი უკანასკნელი დანიშნულება. ჩვენი უკანასკნელი დანიშნულება. ეს არის ქრისტეში და ქრისტესთან ყოფნა. მესამე,
ხედავთ მეორე ნაწილი ძალიან მალე გავიარეთ. თუმცა ბევრი რამის თქმა შეიძლება. მესამე, ეს არის რწმენა. მათ მიატოვეს, მათ გაიგეს გაურკვეველი მოწოდება, მაგრამ მათ გამოიჩინეს დიდი რწმენა. რა არის რწმენა? სიორენ კირკეგორი, ცნობილი ქრისტიანი ფილოსოფოსი, ეგზისტენციალისტი, შესანიშნავად განმარტავს რწმენას, როდესაც ამბობს, რომ რწმენა ეს არის ნახტომი სიბნელეში. რწმენა ეს არის რისკი. აი როგორც ქრისტიანობა ამბობს ქორწინების შესახებ, როგორც ჩვენ თქვით პირველ ნაწილში, მიტოვება, აი ეს ცნება დაკავშირებულია ქორწინებასთან. გაურკვევლობაც დაკავშირებულია ქორწინებასთან, იმიტომ რომ ეს რისკია, შენ არ იცი. შენ დღეს კი მტრედებივით ღუღუნებთ დღეს, მაგრამ შეიძლება ხვალ ყვავებივით დაიწყოთ ჩხავილი. ვინ იცის? რისკია. ვინ იცის რა დაემართება ხვალზე ადამიანს? ვინ იცის რა ჭანჭიკი გადაუბრუნდება გონებაში? ეს რისკია. დღეს შეიძლება იყოს დიდი სიყვარული, მაგრამ ხვალ რა მოხდება? კი, ისინი იფიცებიან ერთგულებას, გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ და ამბობენ, ვიქნები შენი ერთგული, ვიდრე სიკვდილი გამაშორეს, მაგრამ მოხდება კი ასე. აი ეს არის შეკითხვა. მოწოდება ძალიან გავს ქორწინებას მეორე ნაწილშიც და აგრეთვე მესამე ნაწილშიც. ქორწინება ეს არის რწმენა. კირკეგორი განმარტავს და ამბობს, რომ რწმენა არის სარისკო ნაბიჯი ერთგულებისაკენ. მოციქულებმა, მომავალმა მოციქულებმა გარისკეს, კირკეგორის სიტყვებით რო ვთქვათ, გადადგეს სარისკო ნაბიჯი და გახდნენ ერთგულები ქრისტესი. ქორწინებაც ასეა. ადამიანი შედის უცოდინარობაში, გაურკვევლობაში. ისინი იჯერებენ ერთმანეთს და მათ ჯერათ ერთმანეთი. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი სიმონ ვეი, ქალი, წარმოშობით ებრაელი იყო. იყო ათეისტი, მაგრამ გახდა მერე მხურვალე ქრისტიანი. ძალიან ცნობილი ფილოსოფოსი, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ბევრ რამეს ვერ ვიტყვით მის შესახებ. ცოტაშორის ერთხელ ჩვენ ნახსენები გვაქვს მისი წიგნიდან ღვთის მოლოდინი, სიტყვები, როდესაც ლოცვაზე ვლაპარაკობდით. დღეს ამ ციტატას არ მოვიყვანთ. მაგრამ მას აქვს ერთი საინტერესო დაკვირვება რწმენაზე. სანამ რწმენაზე გეტყვით, ვეი ამბობს, რომ აი ამ წიგნში ქართულად არის გადათარგმნილი ღმერთის მოლოდინი. ის 40-იან წლებში დაიღუპა ლონდონში. ის ამბობს, რომ შეყვარებულებს, მეგობრებს მხოლოდ ორი სურვილი აქვთ. ყველაზე დიდად აქვთ ორი სურვილი. პირველი, ერთ სულ და ერთ ხორცად ყოფნა, ეს არის პირველი სურვილი. ელოდებიან იმ დღეს, როცა ერთი სული და ერთი ხორცი გახდებიან და მეორე, კონდეთ მუდმივად უშრეტი სიყვარული, რომელსაც ვერანაირი დაშორება ვერ სძლევს. აი ეს არის სწორედ ის რწმენის ნაბიჯი ერთგულებისაკენ, რომელსაც ადამიანი გადადგამს ქრისტეს მოწოდების დროს. და კიდევ ერთი საოცარი განმარტება რწმენისა სიმონ ვეისი, ამ ქალი ფრანგი ფილოსოფოსის, ქრისტიანი ფილოსოფოსის, თუმცა როგორც ამბობენ, რომ ის თლად თანხwebdriverში ვერ იყო. ყველა დოგმაში და ყველა მოძღვრებაში კათოლიკურ ეკლესიასთან. ის ამბობს, რომ რწმენის ყველაზე საიმედო, ყველაზე კარგი, ნამდვილი, საფუძველი არის გარანტია იმისა, რომ როდესაც მამაზეც იერს თხოვ, პურს არ მოგცემს ქვას. აი ეს არის რწმენის საყრდენი, გარანტია იმისა, რომ თუ შენ შეუდგები ამ გზას, თუ შენ შეუდგები და სთხოვ მას პურს, ის ქვას არასოდეს არ მოგცემს. არასოდეს. არასოდეს არ დაგიბრუნებს ქვით შენ სათხოვარს. რატომ გადადგა ნაბიჯი სიბნელეში?
უმეცრებაში, უცნოობაში აბრაამა წერია რწმენით. ჩვენ არ გვინახავს ზეც, არ გვინახავს ცათასასუფეველი, ჩვენ არ ვიცით ხვალინდელი დღე, მაგრამ როდესაც ჩვენ მოვისმინეთ სახარების სიტყვები ქრისტეს შესახებ, ამ სიტყვებმა შეძრა ჩვენი გული და წარმოშვა ჩვენში რწმენა. რწმენა ქრისტეს მიმართ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი. სარისკო ნაბიჯი, დიახ, სარისკო. ერთგულებისაგან. კერკეგორი ამბობს, მორწმუნე არ გავს ქიმიკოს, რომელიც მშვიდად ატარებს კვლევას და აერთებს ქიმიურ ნივთიერებებს და იცის რა შედეგი დადგება. მორწმუნე არ გავს მათემატიკოს, რომელმაც იცის როგორ ამოხსნას განტოლება, მტკიცებულება. მორწმუნე დგამს ნაბიჯს სიბნელეში, უმეცრებაში, მაგრამ ის ჩაჭიდებულია ქრისტეზე. და ბოლო აზრი და ამით დავამთავრებთ დღეს. ბოლო მნიშვნელოვანი აზრი. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ აი უნდა გქონდეს ჩანაფიქრი, უნდა გქონდეს ოცნება და უნდა გავყვეთ ამ ოცნებას და ასე შემდეგ. სინამდვილეში ვის გაყვნენ ისინი? ოცნებას გაყვნენ თუ ქრისტეს? ანუ იმ ჩანაფიქრს, იმ მომავალს, რომელიც ქრისტემ უწინასწარმეტყველა, თუ პიროვნებას, რომელიც ქმნის ამ მომავალს და ამ წინასწარმეტყველებას. მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. იესომ არ უთხრა მათ, გაყევით თქვენს ოცნებას, ანუ გაყევით თქვენს ჩანაფიქრს, გაყევით იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც მე გითხარით თქვენ. არამედ წერია, მომყევით მე. მომყევით მე. მან მოიხმო ისინი თავისკენ. ანუ მათი მიდევნების, მათი ცვლილების ცენტრი უნდა ყოფილიყო ქრისტე და არა მათი წარმოდგენა, მათი სურვილი. თუ ვინ უნდა გამხდარიყვნენ? არა ის, რომ მებადურეები უნდა გამხდარიყვნენ, არამედ ქრისტე, რომელიც გახდიდა მათ მებადურეებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ უნდა გაჰყვეს შენს მოწოდებას. უფრო სწორი იქნება და უფრო სახარებისეული იქნება, ჩვენ უნდა გავყვეთ ქრისტეს, რომელიც ქმნის ამ მოწოდებას. იმიტომ რომ თუ ჩვენ გავმიჯნეთ ერთმანეთისაგან და მხოლოდ მოწოდებას, ჩვენს სურვილს, ჩვენს ფიქრს, ჩვენს წარმოდგენას დავისახავთ მიზნად ქრისტეს გარეშე, მაგრამ არ მივიჩნევთ ჩვენი მოწოდების სამიზნედ ქრისტეს, ეს მიგვიყვანს კატასტროფამდე. მოდით ვერწმუნოთ სახარებას. იესო ქრისტეს სახარებას, რომლის თანახმადაც მან გაწირა საკუთარი სიცოცხლე. თითოეული ჩვენგანისთვის. იმისათვის, რომ გქონდეს საუკუნო სიცოცხლე, ჩვენ ცხოვრებას გქონდეს საზრისი და ჩვენი მომავალი არ წაიშალოს. ვილოცოთ.